აქტიური მონაწილე და რეჟიმის სამიზნე. მეგი დიასამიძე ორი დღე მიუსაჯეს მას, თუმცა ეს იყო ტროტუარის საქმესთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ მასზე სისხლის სამართლის დანაშაულებით არის აღძრული საქმე, იქამდე ესე იგი 30 ადამიანი იყო, რომელმაც დააპატიმრა ბათუმის გზაზე და მოკლედ ეს ადამიანი როგორც თქვი სამიზნედ არის ამოღებული. ხო და მართლა ტრაგიკულად სიმბოლური არის, რომ ესე იგი 25 წლის თავზე ზუსტად 31 მარტს ასე ბრჭყალებში აღნიშნავთ ამ დღეს და პრინციპში ჩვენი ძირითადი აქტივობები, ქმედებები, განათლების თემაზე იქნება, სოციალურ თემატიკაზე წინააღმდეგობის საკითხები, პრინციპში ზუსტად ამაზე არის მიმართული, რომ ჩვენ ყოველდღიურად ზუსტად ამ რეფერენდუმზე დადებითად პასუხობთ ჩვენი აქტიურობით, ხოლო უარყოფითად ჩვენი უმოქმედობით, ხო? დღეს ჩვენ ვსჯელობთ განათლების ეგრეთ წოდებულ რეფორმაზე და მის მავნებლურ მხარეებზე, რომელიც პრინციპში ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი არის და დღეს ვისაუბრებთ მასწავლებლებზე, მასწავლებლების მომზადების პროგრამებზე და იმ უარყოფით შედეგებზე, რასაც ეს პროგრამა მასწავლებლების მომზადების პროგრამებს მოუწევს. ჩემი პირადი ასე ვთქვათ მოსაზრებაა, რომ მასწავლებლების მომზადების პროგრამები მაინც და მაინც არის აქამდე წინააღმდნენ სამწუხაროდ და ჰქონდათ მათ ბევრი უარყოფითი მხარე და საჭიროებდნენ სერიოზულ ცვლილებებს, გაუმჯობესებას. ჩარიცხვის მაჩვენებელი ვთქვათ არ იყო მაინც და მაინც მაღალი, მით უმეტეს ვთქვათ იმ პირობებში, როდესაც ვთქვათ ჩვენ პირიქით ხარისხიან განათლებაზე მოაქვს პრეტენზია და უამრავი მიმართულებით, განსაკუთრებით ვთქვათ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით პირიქით ვთქვათ სერიოზული დეფიციტი ჰქონდა, ხო? მაგრამ ბუნებრივია ვთქვათ თუ შეხედავთ მასწავლებლის შრომით პირობებს, ეს ლოგიკურიც არის, რომ ინტერესი ვთქვათ ამ პროფესიისადმი იყო დაბა. დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმრები, ქალბატონი მანანა არატიანი და მარინე გოგნელაშვილი, ერთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს, მეორე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ორივე ამ მიმართულებით წლებია უკვე მუშაობს და პრინციპში რადგან მარინე არის მე მგონი მასპინძელი, მას გადავცემთ სიტყვას და ორივე მოკლედ ისაუბრებს აი მანკიერ მხარეებზე და იმ უარყოფით მხარეებზე, რასაც ეს ცვლილებები მასწავლებლების მომზადების პროგრამას მოუწევს. ერთ საკითხს ვიტყვი, სანამ დავასრულებ, ესე იგი, მცირე საზოგადოება არის შეკრებილი, მაგრამ თითოეულ ჩვენგანის ვთქვათ მოსვლა მაინც იქნება მნიშვნელოვანი. პირველი რომ ვთქვათ დღეს 6 საათზე ვიკრიბებით ქართულ წინააღმდეგობა პარლამენტთან და იქიდან შემდეგ პანთეონისკენ მივემართებით და ხვალ ასევე ვიკრიბებით ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელთან, როგორც ვეძახით, იმიტომ რომ პროპაგანდა არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც რეჟიმს აქვს. 7 საათზე ახალ შენობასთან პოლიტიკოსკაიას ქუჩაზე და იქიდან მივემართებით უკვე რუსთავი 2-ისკენ. ეს არის ორი ტელევიზია, რომელიც არ არის ასე ვთქვათ დასანქცირებული, განსხვავებით იმედისგან და პოსტივისგან და აქაც ვთქვათ თქვენი იმედი გვაქვს, რომ ბევრი თქვენგანი მაინც შეძლებს მოსვლა. მოკლედ დღეს 6 საათზე პარლამენტთან და ხვალ 7 საათზე ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელთან. დიდი მადლობა და მარინეს გადავცემ სიტყვას. მოგესალმებით, მარინე გოგნელაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლების მომზადების პროგრამის კურსდამთავრებული და ახლა მოწვეული სპეციალისტი მასწავლებლების მომზადების პროგრამაზე. რადგან და ფართო აუდიტორიასაც ვესაუბრებით, არ მინდა მხოლოდ ერთი კადრის და მხოლოდ 10 მოცემულობით დავიწყოთ ამ საკითხებს მსჯელობა, რაც ეხება მასწავლებლების მომზადების პროგრამას და ჩემი მსჯელობა უფრო იქნება ეთნოგრაფიული ხასიათის დაახლოებით 20 წლიანი გამოცდილება მაქვს ამ საკითხთან მიმართებით, როგორც გითხარით, სტუდენტიდან დაწყებული მასწავლებლით დამთავრებული და შევეცდებით თქვენთან ერთად მოკლე რეფლექსია გავაკეთო ამ პერიოდის განმავლობაში რა ხდებოდა და რა პრობლემების წინაშე ვართ ამ 20 წლის განმავლობაში და რა შედეგით წინაშე დავდექით ახლა.
მასწავლებლის მომზადების კონცეფცია 2006 წელს შეიქმნა და აქ სისტემური ხედვის სახით პირველად გაიწერა სახელმწიფოს პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ხედავდა ის მასწავლებლების მომზადების საკითხებს და გაიწერა მაგალითად, რომ 240 კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული უნდა ყოფილიყო დაწყებით საფეხურის მასწავლებლის მოდელი, სამაგისტრო საფეხურის კვალიფიკაცია უნდა ჰქონოდა საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელს და იმისთვის, რომ პირს დაეწყო მასწავლებლად მუშაობა და მასწავლებლობის უფლება მოეპოვებინა, მას უნდა ჰქონოდა ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სკოლაში, სერტიფიცირება დაედასტურებინა საკვალიფიკაციო ცოდნა საგანში და პროფესიულ უნარებში და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებდა მასწავლებლობის უფლებას. აი, ამ პერსპექტივიდან რომ დავიწყოთ, სწორედ აქედან დაიწყო მკაცრი რეგულაცია მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, თუმცა სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლიდან შეიცვალა ეს რეგულაცია და თუნდაც სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ არის და სახელმწიფომ პოლიტიკა შეცვალა. შემდეგ ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, დაახლოებით 2016-17 წლიდან შემუშავდა მასწავლებლის მომზადების 5-წლიანი პროგრამები, ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამები და საჯარო უნივერსიტეტებში, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით შემუშავდა ეს 5-წლიანი პროგრამები. ბოლო ცვლილებებით რა მოცემულობა გვაქვს ახლა მასწავლებლის მომზადების პროგრამებთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიუქმდა საკანონმდებლო დონეზე მასწავლებლის მომზადების 5-წლიანი პროგრამები, ბოლო უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ბოლო ცვლილების შესაძლოა განხორციელდეს 240 კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამა რეგულირებად პროფესიაში, შესაძლებელია რეგულირებად პროფესიაში განხორციელდეს 120 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამები, ამასთანავე შესაძლებელია მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის განხორციელება, როგორც დამოუკიდებელი პროგრამის სახით, ასევე ჩაშენებულად საბაკალავრო პროგრამებთან ერთად. ეს რა გამოწვევების წინაშე აყენებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მინისტრის რეგულაციით საბაკალავრო პროგრამები სხვადასხვა მეცნიერებების მიმართულებით განსხვავებულ კრედიტებს მოიცავს. მაგალითად, ეროვნული სასწავლო გეგმის იმ საგნებში, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებებს მიეკუთვნება, განსაზღვრულია 180 კრედიტი საბაკალავრო პროგრამისთვის. ხოლო ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, როგორიცაა მაგალითად ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, დარჩენილია ისევ 240 კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა. ამ მოცემულობაში ძალიან რთულია იმსჯელო ამ პროგრამებში მასწავლებლის მომზადების პროგრამის ინტეგრირების საკითხებზე, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით, რადგან 180 კრედიტის ფარგლებში ძირითადი სპეციალობის საგნების სისტემური და სიღრმისეული ცოდნის მოპოვებას გამოწვევას წარმოადგენს იმ სასტარტო პირობებში, რა სასტარტო პირობები და სწავლის შედეგებითაც მოდიან ჩვენივე სკოლის კურსდამთავრებულები და ცხადია ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამუშაო პროცესები მიმდინარეობს, საერთოდ რამდენად შესაძლებელი იქნება მასწავლებლის მომზადების პროგრამის ინტეგრირება ამ საბაკალავრო პროგრამების ფარგლებში. ახალი რეგულაციებით გაჩნდა აგრეთვე ჩანაწერი, რომ შესაძლებელი იქნება მასწავლებლის სერტიფიკატის და დიპლომში მასწავლების უფლების მქონე პირისთვის განათლების მიმართულებით ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისა. აქ თავარ პრობლემას ამ ეტაპზე ჩემი აზრით რაც წარმოადგენს არის ის, რომ როგორც დაინახეთ ამ 20 წლის განმავლობაში მასწავლებელთა მომზადების მიმართულებით
სახელმწიფო პოლიტიკა არათანმიმდევრულია და არ არის დაკავშირებული მტკიცებულებებზე ან კვლევებზე, არამედ რიგ შემთხვევებში უკავშირდება სუბიექტურ და სიტუაციურ წერტილოვან გადაწყვეტილებებს. ამ გადაწყვეტილებებს მათ შორის ემსხვერპლა ის კარგი გამოცდილებები და პრაქტიკები, რომელიც 20 წლის განმავლობაში სისტემაში შეიქმნა. აი ისევ რომ დავბრუნდეთ 2010-იან წლებში მაგალითად არსებობდა მასწავლებლის მაძიებლობის და მენტორობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. მეც ვარ ამ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე, სადაც ერთი წლის განმავლობაში სათანადო შერჩეული კვალიფიციური მენტორები ერთი წლის განმავლობაში მენტორინგს უწევდნენ სკოლის ბაზაზე დამწყებ მასწავლებელს, შემდეგ აკვირდებოდნენ ამ მასწავლებელს, მათ შორის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები და ამ მიმართულებით სახელმწიფომ საკმაოდ დიდი რესურსი ჩადო, როგორც ადამიანური რესურსების მომზადების, ასევე სახელმწიფოების მომზადების თვალსაზრისით და ასევე იმ მაძიებლების მომზადების თვალსაზრისით, ვინც მართლა მოტივირებული იყო დაეწყო მუშაობა მასწავლებლად სისტემაში. შეიცვალა პოლიტიკა და ჩაიყურა ფანჯარა, თითქოს ეს პროგრამა არც არსებულა, არა და მისი მდგრადად განვითარების შესაძლებლობა და იმ რესურსების მდგრადად გამოყენების შესაძლებლობა შეიძლება. აქვე მინდა აღვნიშნო მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-იან წლებში, როდესაც საკანონმდებლო რეგულაცია ამის შესაძლებლობას გვაძლევდა, არსებობდა მასწავლებლის მომზადების 100 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამები, ისევ საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილების გამო 2019 წლამდე მილევად რეჟიმში როგორღაც შევინარჩუნეთ ეს პროგრამები და გავაგრძელებთ მათი ფუნქციონირება, მაგრამ 6 წლიანი, როდესაც სამაგისტრო პროგრამის დონეზე მასწავლებლის მომზადება აღარ ხდებოდა და ამ ახალი რეგულაცია ახლა თუ დავიწყებთ 7 წლიანი წვეთის შემდეგ ისევ ხელახლა უნდა მივუბრუნდეთ იმ პროგრამებს და ხელახლა უნდა შევეცადოთ ამ პროგრამების ამუშავებას. ამასობაში მეგობრებო, იკარგება ყველაზე ძვირფას დრო და იკარგება ის ადამიანური რესურსი, რომელიც არსებობს ამ დარგში და აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანური რესურსი ძალიან ძლიერია, რადგან ნაკლებად მოტივირებულია, კარგი კურსდამთავრებული დარჩეს მასწავლებელთა განათლების მიმართულებით აკადემიაში, ხოლო უფროსი თაობა, რომელსაც საგისწავლების დიდაქტიკის და მეთოდიკის მიმართულებით აქვს კვალიფიკაცია და გამოცდილება, ნელ-ნელა ტოვებს ამ სივრცეს. მარტო სწავლებით რომ არ შემოვიფარგლოთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კვლევის მიმართულებაც, ვიცით რომ ზოგადად ნებისმიერი მიმართულების კვლევის დაფინანსება მწირია, დასაკვირველია მასწავლებლთა განათლების მიმართულებითაც სიმწირე გვაქვს. აქვე აღსანიშნავია, რომ სადოქტორო საფეხურზე მასწავლებელთა განათლების ვიწრო სპეციალიზაციით პროგრამები არც გვაქვს და გვაქვს მხოლოდ განათლების მეცნიერებების მიმართულებით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ვიწრო სფეროში კვალიფიციური კადრის და ამ ვიწრო სფეროს მდგრადი განვითარების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ქმნის. ამ ეტაპზე 300 კრედიტიან პროგრამაზე მიღება არ გვაქვს დაწყებით საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე, ისევე როგორც მულტილინგური განათლების 300 კრედიტიან მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე მთელი საქართველოს მასშტაბით არ გვაქვს მიღება. საკანონმდებლო რეგულაციაში წერია, რომ 2031 წლამდე მილევად რეჟიმში უფლება ექნებათ უნივერსიტეტებს, რომ განახორციელონ ეს პროგრამები და შემდეგ მობილობის უფლებით ისარგებლებენ სტუდენტები და გებით ფაქტის წინაშე, როდესაც ან უნდა შეიქმნას 240 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამები, ან ისე უნდა განხორციელდეს მასწავლებლის მომზადება მხოლოდ 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამის სახით. აქ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება კიდევ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმ მოცემულობაში, როდესაც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ეგრეთ წოდებულ მეტაკომპეტენციებში დაბალი მოსწრებით მოდიან უნივერსიტეტებში და წაკითხვის გააზრების პრობლემა გვაქვს, კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს, კრიტიკული აზროვნების პრობლემა გვაქვს და
ასე შემდეგ 60 კრედიტის ფარგლებში და 240 კრედიტიანი დარგობრივი ცოდნის მოცემულობაში რთული იქნება იმ პროფესიული მსოფლმხედველობის და კომპეტენციის ფორმირება მასწავლებლებში, რომელიც შეძლებს თუნდაც პირადი მაგალითი იყოს ყველა იმ მოთხოვნისა და მოცემულობისა, რაც ჭირდება თანამედროვე საქართველოს მოქალაქეს და ხელი შეუწყოს ამ ღირებულებების ფორმულირებას და ფორმირებას მოსწავლეებში. შეჯამების სახით რომ ვთქვათ, სამ პრობლემას გავამახვილებთ ყურადღებას, ეს ორი როგორც აღვნიშნე, სისტემა არათანმიმდევრულად და არასისტემურად ვითარდება, არ გვაქვს ხედვა თუ გვინდა რომ ამ მიმართულებით რაიმე ან გრადობა მოხდეს და უკუსლა არ იყოს და გრადობა იყოს და სტატუსი თუნდაც იმ მდგომარეობის რაც გვაქვს, აუცილებლად ერთობლივად ღიად ამ საკითხის განხილვა და კოოპერაცია და ეს პროცესები უნდა იყოს ღია, ინკლუზიური და თანამშრომლობითი ხასიათის. ამ ეტაპზე გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ჩვენ საინფორმაციო შეხვედრებიდან ან სამინისტროს ქარდებიდან ვიგებთ იმ სიახლეებს, რაც ეხება დარგს და მასწავლებელთა განათლების საკითხებს. აკადემიის მხრიდან არის კომუნიკაციის მცდელობები, მათ შორის მაგალითად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების საბჭოს ინიციატივა და წერილი შესულია როგორც პარლამენტში, ასევე სამინისტროში, სხვადასხვა უნივერსიტეტების განათლების მიმართულების პროფესიული საზოგადოება ასევე აფიქსირებს არგუმენტირებულ პოზიციას იმ პრობლემებთან და სირთულეებთან დაკავშირებით, რაც დარგის წინაშე დგას და ვფიქრობ, რომ ეს სოციალური პასუხისმგებლობა უნივერსიტეტებისაც, აკადემიური წევრებისაც და ზოგადად საზოგადოებისაც არ დავკარგოთ ის დროის თუ ადამიანური რესურსები, რაც გვაქვს და ერთად ვიმსჯელოთ და ვიმუშაოთ ამ საზოგადოებისთვის მეტად აქტუალური საკითხის განვითარების თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში. მადლობა. მოგესალმებით ყველას. მადლობა მარიამ შესავლისათვის. მეგონია ძალიან მნიშვნელოვანია დროში კარგად გავიაზროთ, თუ რა ხდებოდა და როგორ იცვლებოდა მასწავლებლის მომზადების პროგრამები. ალბათ ერთი რაც უნდა დავამატოთ, ეს არის, რომ გადაწყვეტილებები ყოველთვის მიიღებოდა ქართულ საზოგადოების ჩართულობით და ამის გადასტურება იყო მაგალითად დარგობრივი საბჭოები, რომელიც ხარისხის განვითარების ცენტრში იქნებოდა და ამ დარგობრივ საბჭოებში წარმოდგენილები იყვნენ ყველა იმ უნივერსიტეტის განათლების სკოლის ფაკულტეტის წარმომადგენლები და თითო ადამიანი მაინც, სადაც ეს პროგრამები უნდა განხორციელებულიყო, გეგმავდნენ, რომ განხორციელდებოდა. და სწორედ ამით გადაწყვეტილებები მიიღებოდა კონსენსუსის გზით, ერთობლივად ხანგრძლივი განხილვების შედეგად. რა პროცესიც ახლა მიმდინარეობს, არის ამის საწინააღმდეგო, რომ ჯერ ვიგებთ უზნაძის 52-ში დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და შემდეგ ეძლევა დავალება დარგობრივ საბჭოებს, რომ აი ამ ყველაფერს მოარგონ დარგობრივი მახასიათებლები, რაც აბსოლუტურად დაუშვებელი არის დღევანდელ დღეს. და რატომ არის ეს დაუშვებელი? შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ პროფესიონალების ხედან იმ დახურულ კარს მიღმა და იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ არ შეიძლება, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დემოკრატიულ პროცესებზე, ამ პროცესების გარღვევით, რაც არ უნდა ძალიან კარგი ხედვა ჰქონდეს აი იმ ადამიანს, რომელიც ამას წერს, რომ ასე მიიღებოდეს გადაწყვეტილებები, რადგან უნივერსიტეტებმა წარმომადგენლებმა იციან ადგილზე არსებული რესურსების შესახებ და რამდენად ეს ყველაფერი განხორციელებადი იქნება.
და მეორე ალბათ რაც მნიშვნელოვანი არის, ეს არის მთლიანად უნივერსიტეტებისათვის ხმის დაკარგვის არა მხოლოდ მცდელობა, არამედ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით და ავტოკრატია მთლიანობაში რომ წარმოვიდგინოთ, აი თანამედროვე საზოგადოებაში 21 საუკუნეში ის ესე არ მოდის და არ ანგრევს ინსტიტუციებს. ის ცდილობს, რომ თავისი შინაარსი ჩაასხას და შინაარსით შეავსოს ეს ყველაფერი. და სწორედ ჩვენ ამას ვუყურებთ დღევანდელ დღეს და სამწუხაროდ ამ ყველაფრის თვითმხილველები ვართ და მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც აკადემიურ საზოგადოებას გააჩნია და ამდენი ხნის მანძილზე უწყვეტად ყველა მხრიდან ისმის, ჩვენ მაინც ამაზე ვერ ვიღებთ საპასუხოდ რაღაც თუნდაც ერთ არგუმენტს, რომელიც მათ მხარეს ვთქვათ რაღაცნაირად შეავსებს და გაამყარებს. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ მასწავლებლის მომზადების პროგრამებს. ნამდვილად ასე არის, როცა თავდაპირველად დაიწყო, რომ იდეალური არ არის მასწავლებლის მომზადების პროგრამები, რაზეც თავისთავად ვეთანხმებით, იმიტომ რომ ეს არის დინამიური პროცესი, რომელიც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ შენ ადგილზე უნდა ნახო, რა მუშაობს და რა არ მუშაობს, შენ უნდა მიხვდეს შენ სტუდენტებს და ნახო, როდესაც ისინი პროფესიაში შედიან, რა გამოწვევებს აწყდებიან იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შემდგომ ასახო პროგრამებში და გააუმჯობესო პროგრამები. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ უნივერსიტეტები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ბოლომდე არ მუშაობდნენ, მათ ჰქონდათ ერთობლივი ქსელი და არაერთი პროგრამა და პროექტი მიმდინარეობდა, რომელიც აი ამ განათლების ფაკულტეტების და სკოლების წარმომადგენლებს ერთმანეთთან აკავშირებდა და აძლევდა საშუალებას, რომ შეჯერებული ერთობლივი ხედვა ჰქონოდათ და წარმოდგენებით როგორ უნდა განეხორციელებინათ ეს პროგრამები და ალბათ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ დაწყებით განათლებაში, რომელიც ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა დღევანდელ დღეს, რადგან სასაცილოს იმიტომ ვიძახი, რომ უცებ აღმოაჩინა ქვეყანამ, რომ პროგრამა გააუქმა და შემდგომ დაავიწყდა მისი დამტკიცება. ანუ წელს ჩვენ არ გვექნება არც ერთ პროგრამაზე მიღება, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა განსაკუთრებით რეგიონში, ახალგაზრდებში, იმიტომ რომ იქ იციან, რომ მუდმივად ვაკანსიები არსებობს და შესაბამისად ადამიანებს, რომელთაც უნდათ დაბრუნება თავიანთ საცხოვრისში, ისინი ამას ვეღარ მოახერხებენ. და რაც ყველაზე საინტერესო არის, აქ მინდა გადავიდე იმ არგუმენტებზე, რომელსაც რეფორმის ფარგლებში ხშირად ვიტრიალებდნენ ხოლმე, რომ აი ბაზრის კვლევა გვექნება და ბაზრის კვლევის მიხედვით დავთვლით პლოტებს. გამოაცხადეს ბაზრის კვლევა, რამდენიმე სლაიდი გამოიტანეს და სიტყვიერი ვთქვათ წარდგენაც მოაყოლეს ამას ყველაფერს და აღმოჩნდა, რომ 6159 სწორად მახსოვს ვაკანსია იქნება უახლოეს 5 წელიწადში ზოგად განათლების მასწავლებლების მიმართულებით და ამავდროულად დააყოლეს, რომ პროფესიულის განათლების მასწავლებლების საჭიროება იქნება ასევე სადღაც 1600 ადამიანის. ანუ სისტემაც აღიარებს, რომ ამ მიმართულებით სერიოზული მოთხოვნა არის და მიუხედავად ამისა პროგრამებს ამცირებს და პროგრამებს საერთოდ აღწევს. რა უნდა იყოს ამის მიზანი, არ ვიცი, ან კი რაღაც ვარაუდი მაქვს, ეს ვარაუდი კარგი არის, ხო? ჩვენ გვინდა გაუნათლებელი თაობა, ჩვენ გვინდა რომ სკოლის კარები გაიხსნას არაპროფესიონალი ადამიანებისათვის და მასწავლებლები პროფესიონალი, კვალიფიციური ადამიანების ნაცვლად სკოლაში ჩვენს ბავშვებთან შევიდნენ მომავალ თაობასთან არაკვალიფიციური კადრები. და ამის თუ შევხედავთ დღევანდელ ვაკანსიების ვებგვერდს, აღმოვაჩენთ, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის მასწავლებლებზე სხვადასხვა მიმართულებით. ვახსენებ 1000-ზე მეტი ვაკანსია იყო გამოცხადებული ბოლო 5 წლის მანძილზე დაწყებითის მასწავლებლებზე, 8000-ზე მეტი ვაკანსია იყო გამოცხადებული მათემატიკაზე, ფიზიკის მასწავლებელზე 5000 ვაკანსია. ანუ თქვენ მიახლოებით ხვდებით თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, ხო? კვალიფიციური მასწავლებლების სკოლებს არ ახავ და ახლო მომავალში რო ვთქვათ, რომ იქნება თუ არა ეს ვაკანსიები, შეიძლება წინა 5 წლის პრობლემაა და აწი აღარ გვექნება, ხო ეს პრობლემა. მაგრამ თუ კი ჩვენ გადავხედავთ მასწავლებლების დემოგრაფიულ სურათს, ნახავთ, რომ მესამედამდე მასწავლებლების საპენსიო ასაკის ან საპენსიო ასაკს მიახლოებულები არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული, რაც განათლების მიმართულებით ხდება დღევანდელ დღეს ამ რეფორმის ფარგლებში.
და მოდით უშუალოდ მარი შეეხო გარკვეულწილად ამ პროგრამებს, მაგრამ პროგრამებზეც ვილაპარაკოთ. მაგალითისათვის, მასწავლებლობისათვის, თუ კი ადრე იყო საკმარისი კარგი საგნობრივი ცოდნა და ასეთი მასწავლებლები ძლიერ მასწავლებლებად ითვლებოდნენ, იმიტომ რომ სკოლა ფაქტობრივად იყო ადგილი, სადაც მასწავლებელი გადასცემდა ცოდნას მოსწავლეებს, დღევანდელ დღეს ეს მასწავლებლობისთვის საკმარისი არ არის. შესაბამისად, მხოლოდ დარგობრივი ცოდნის მიცემა ადამიანისთვის არ გულისხმობს, რომ ის იქნება კარგი მასწავლებელი. მას ამასთან ერთად ჭირდება არაერთი კომპეტენცია, რომ შეძლოს იყოს კარგი მასწავლებელი და დღევანდელ დღეს მოსწავლეც ძალიან შეიცვალა. ის კვლევები, რაც ჩვენ გვაქვს მოსწავლეთა დაინტერესებაში, მოტივაციის გასაზრდელად, მათი სასწავლო პროცესში ჩართვისათვის, დღევანდელ დღეს სხვა კვლევებს საჭიროებს, იმიტომ თანამედროვე მოსწავლე აბსოლუტურად განსხვავდება იმისაგან, რაც იყო მოსწავლე თქვათ ჩემ დროს ან 10 წლის წინ თუნდაც, ხო? და შესაბამისად მასწავლებლებსაც სჭირდებათ ამ კომპეტენციები გამჭობა. რა უნდა გავაკეთოთ, თქვათ, რომ პროგრამა არ ვარ გადავხურავთ ამ პროგრამას, თუ უნდა გავაძლიეროთ მხარდაჭერა გამოუცხადოთ იმ უნივერსიტეტებს, რომლებსაც ეს პროგრამები აქვს. მე ახლა გეტყვით, რა მოხდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებაში. ითქვა რეფორმის ფარგლებში, რომ უნდა დავუბრუნოთ უნივერსიტეტებს ტრადიციული მიმართულებები. და ეს ტრადიციული მიმართულება ჩაითვალა პედაგოგიური მიმართულება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. და თითქოს ამ მიმართულებით მაინც სულ მცირე უნდა შენარჩუნებულიყო ის ყველაფერი, რაც ამ მიმართულებით პროგრამები არსებობდა. ამის საწინააღმდეგო მივიღეთ ჩვენ და ვახსენეთ დაწყებითი პროგრამა, რომელიც საერთოდ აღარ არის, არადა ამ მიმართულებით ჩვენთან სწავლობდნენ არა მხოლოდ ქართულ სკოლა დამთავრებულები, არამედ არაქართულენოვანი თემის წარმომადგენლებიც და 50 ახალგაზრდიდან, რომელსაც ჩვენ ამ პროგრამაზე ვიღებდით, 10-15 მაინც იყო ამ თემის წარმომადგენელი. რაც ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნადი იყო და ისინი შემდგომ იწყებდნენ მუშაობას. ყველა ჩვენი კურსდამთავრებული 95%-მდე საქმდებოდა სწორედ თავისი მიმართულებით დაწყებითი განათლების მასწავლებლად. რაც მე მგონია, რომ ძალიან მაღალი შედეგი არის. და ამის გარდა ჩვენ გვქონდა 60 კრედიტიანი, ანუ ერთწლიანი პროგრამები ახსენე, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ კი ადამიანს გააჩნია დარგობრივი ცოდნა, ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა და ადასტურებს იმას, რომ საგანი იცის, მას შემდეგ ეძლევა და გასული აქვს, რომ მასწავლებლად იმუშაოს, 1 წლის მანძილზე ჩვენ ვაძლევდით მასწავლებლისათვის საჭირო კომპეტენციებს. ამასთან დაკავშირებით ვითხრეს, რომ ეს პროგრამები არ გაუქმდება, თუმცა დღემდე არ ვიცით, მოვა თუ არა ამაზე კვოტები და რა რაოდენობით იქნება ეს კვოტები. 60 კრედიტიანი პროგრამა ასევე გქონდა ჩაშენებული სხვა პროგრამებში. ამ მიმართულებიდან ძალიან საინტერესო სურათი მივიღეთ. საინტერესო იმ მხრივ, რომ თუ კი ადამიანები იყვნენ, მაგალითად ბიოლოგიის ბაკალავრი გამოდიოდა და ბიოლოგია ეწერა მას კვალიფიკაციაში, დღევანდელ დღეს იმავე 240 კრედიტის ფარგლებში გაივლის დამატებით 60 კრედიტს მასწავლებლის მოსამზადებლის და მას ბიოლოგის კვალიფიკაცია არ ექნება. მას მხოლოდ მასწავლებლად სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს ქვეყნისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანური რესურსების ოვნა სისტემაში დამაგრება, შენარჩუნება არც ისე ადგილის საკითხი არის. და როდესაც ვლაპარაკობთ ასევე ამ სისტემაზე, გვესმის, რომ რეფორმებს ძირითადად აცხადებენ თითქოს და აი ამ რაღაც მიზნით, რომ ხარისხი, წესრიგი, კონტროლი, ყველაფერი ეს უნდა შეიცვალოს და უკეთესობისაკენ გადაიხედოს ნაბიჯი. სინამდვილეში რა ვღებულობ? სინამდვილეში ვღებულობ, რომ ზოგად განათლებაში დაანონსდა, რომ გვექნება ერთი სახელმძღვანელო, რაც გულისხმობს იმას, რომ შინაარსი სწორედ რომ შეიძლება ცენტრალიზებულად და სახელმწიფოს მიერ იქნება ეს პროცესი სრულად გაკონტროლებული. ალტერნატივა მასწავლებელს არ ექნება, რომელთაც უნდა ასწავლოს. იგივე კერძო სკოლები, რომ ექნება ვალდებულება, რომ ამავე სახელმძღვანელოებით ასწავლონ, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვათ, თუ კი ვიღაცას მიაჩნია, რომ არაუშავს მატერიალურად უკეთესი მდგომარეობა მაქვს და ჩემს შვილს სწავლობ კერძო სკოლაში, სინამდვილეში ისიც აღმოჩნდება შინაარსობრივად იმავე
გარემოში, რაშიც საჯარო სკოლის მოსწავლე. ასე რომ კერძო სკოლებსაც დიდი შეღავათი არ აქვს და კიდევ ერთი ალბათ, რაზეც შევაჩეროთ ყურადღება, ეს არის ვინ მოდიან ჩვენთან. ჩვენთან მოდიან ძირითადად რეგიონიდან ახალგაზრდები, რომლებიც აი ამ შემცირებული კვოტების რაოდენობაში დიდი ალბათობით შეიძლება დარჩნენ ამ პროცესებს მიღმა. იმიტომ რომ ჩვენ გაგვიცხადეს, რომ სადღაც 17,000-მდე უნდა შემცირდეს სტუდენტების რაოდენობა. წლევანდელი კვოტები არ ნიშნავს, რომ ასე გაგრძელდება. თუ მათ დასცალდათ, ეს რაოდენობა შემცირდება 17,000-მდე, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ დამამთავრებელ კლასს დაარქვეს რეპეტიტორიუმი, არ ნიშნავს, რომ უფრო მომზადებულები წარსდგებიან ეროვნულ გამოცდაზე. იმიტომ რომ ვინც ასწავლიდნენ 10 წლის მანძილზე, იგივე მასწავლებლები იქნებიან მე-11 კლასში რეპეტიტორიუმზე და შესაბამისად ეს არანაირი შეღავათი არ იქნება იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც უმაღლესში აბარებდნენ. და ჩვენ ვიცით, რომ აი ამ კონკურენციას თუ შევხედავთ ეროვნულ გამოცდებზე, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ის ახალგაზრდები, რომლებიც არიან სოციალურ-ეკონომიკურად უფრო ძლიერი ოჯახებიდან და ამავდროულად რომლებიც არიან უფრო ქალაქებიდან და ცენტრალური სკოლებიდან, ისინი უფრო მეტად მოიპოვებენ დაფინანსებას. შესაბამისად, რომ თარგმნით ეს მომავალში როგორი იქნება, ისინი აღმოჩნდებიან სახელმწიფო სასწავლებლებში უფასო მიმართულებებზე და დანარჩენებს მოუწევთ ან მეტი თანხის გადახდა, ან საერთოდ უმაღლესის მიღმა დარჩენა. ამდენად ეს რეფორმა არის აბსოლუტურად დამანგრეველი სისტემისათვის. პირველი იმიტომ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ფორმალურ განათლებაში წლები შეუცირდა, მეორე იმიტომ, რომ მათ შესაძლებლობა აღარ ექნებათ მიიღონ უმაღლესი განათლება და ხშირად მესმის ხოლმე არგუმენტები, რომ რა თქმა უნდა, ეს ცუდია, რაში გჭირდება ამდენი იურისტი, ან რაში გჭირდება ამდენი ბიზნესის ადმინისტრირების წარმომადგენელი. უმაღლესის დამთავრება არ ნიშნავს, რომ შენ მანდამაინც შეხვალ და ვიღაცის გამოცხადებულ ვაკანსიაზე მონაწილეობას მიიღებ და შესაბამისად იქ დაასახელები. შენ შეიძლება, როდესაც გაქვს უმაღლესი განათლება, საკმარისი ცოდნა და კომპეტენციები, თავად იყოს შემქმნელი ამ სამუშაო ადგილების. ამდენად აი შრომის ბაზრის კვლევა არის აბსოლუტურად ამოვარდნილი და მხოლოდ ამ განსაზღვრა კვოტების არაფერი არ შეიძლება. ალბათ ეს იყოს სულ რაც მინდოდა მეთქვა, საინტერესო იქნება თუ კი კითხვები გექნება, სიამოვნებით უპასუხებ მედემარი და ასევე შესაძლებლობა გაქვთ რომ აიღოთ მიკროფონი. ერთი რაღაც კიდევ რაც მოყვება რეფორმას არის ის, რომ მაგალითად ილიას უნივერსიტეტში ბაკალავრიატში რაც მასწავლებლის პროგრამა, მოზადების პროგრამები არის, საკმაოდ გარდაცვლილი. იქ აღარ იქნება სხვა მიმართულებების პროგრამა. მაგალითად ისტორიის პროგრამა არ იქნება, არ იქნება ფილოსოფიის პროგრამა, სოციოლოგიის და სხვა. ამას თუ ექნება რაიმე გავლენა. მადლობა კითხვისათვის. ერთი მე ვილაპარაკე ამ გავლენაზე თვითონ კურსდამთავრებულისათვის, რომ მას ექნება მხოლოდ ერთი კვალიფიკაცია, როდესაც პროგრამას დაასრულებს და ის იქნება მასწავლებელი კონკრეტული საგნის მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება თვითონ მიმართულებას, რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემა არის, იმდენად რამდენადაც ვახსენე ჩემი კოლეგები, რომელთაც მოუწევთ პროგრამების გაუქმების გამო უნივერსიტეტის დატოვება და ის შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდამ ამა თუ იმ პროფესორთან ისწავლოს, რომელიც წმინდა ცოდნას იკვლევდა ამ მიმართულებას, ეს შესაძლებელი აღარ გქონდეს. აქედან გამომდინარე, დიახ, პრობლემა იქნება თუ ვინ ასწავლიან ამ ახალგაზრდებს და ასევე პრობლემა იქნება იმით, თუ რა პროგრამით ასწავლიან. იმიტომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ის ჩვენი წამყვანი პროფესორები რომ მოვლენ ახალი კადრები უნივერსიტეტში, რა სიახლეებს შემოთავაზებენ. დავამატება შრომის ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თანამედროვე მასწავლებელი უნდა ფლობდეს
ინტერდისციპლინურ ცოდნას, აქ უნდა აღნიშნოთ ციფრული ეპოქა და დიგიტალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები და შრომის ბაზარი, მათ შორის საქართველოში, თხოვს საგნობრივი ჯგუფის ან ორი ან რამდენიმე საგნის მასწავლებლის მომზადებას. და ამ მოცემულობით და რეგულაციებით, რაც გვაქვს, ერთი საგნის მასწავლებლის მომზადებაც ყველა იმ თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით იქნება ეს ციფრული უნარები, სამოქალაქო კომპეტენციები, თუნდაც პლურილინგური და მრავალენოვანი კომპეტენცია, რაც ასევე აუცილებელია მასწავლებლებისთვის, შეუძლებელი იქნება. დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც მასწავლებლისთვის იყო, უბრალოდ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ერთად ვიყავით დარგობრივ საბჭოში, მე და მარი, იქ ეწერა, რომ ჩვენ სწორედ საგნობრივი ჯგუფის ან საგნების მასწავლებლებს უშვებდით, რადგან ეს კავშირები არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვიცით, რომ საკმარისი რაოდენობით საათები არ არის სრული განაკვეთის მისაღებად მასწავლებლებისათვის, მაგალითისათვის ქიმიაში, მით უმეტეს მოკლებული წლების შემთხვევაში შეიძლება 10 საათზე მეტი არ იყოს, თუ ერთ პარალელურზე მეტი კლასი არ არის სკოლაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მასწავლებელს სჭირდება ბევრად უფრო ფართო კომპეტენცია იმისათვის, რომ სხვა საგანიც შესაძლებლობა ჰქონდეს აიღოს. ნებადელყეს კი აძლევს სხვა საგანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ საგანში ის კომპეტენტურია და შეუძლია ცოდნა და კომპეტენციების შესაბამისი მიმართულებით და თუნდაც ინტერესი აღუძრას მოსწავლეს იმ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, დიახ, ნამდვილად დიდი პრობლემა არის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ასე დავიწროვებაზე მასწავლებლის პროფესიისა და მით უმეტეს უკვე გითხარით, რომ დეფიციტი აშკარა არის და ახლობლობაში კიდევ უფრო გამძაფრდება ეს პრობლემა. Თქვენიან ვის რითი ჩაანაცვლებენ ამ დეფიციტს, როგორ შევსებენ? დეფიციტის შევსებისათვის, ნახეთ, მე შემიძლია გითხრათ ჩემი საკუთარი გამოცდილება, როდესაც ვიყავი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე. და იმ პერიოდში განხორციელდა საპენსიო პროგრამა, სადაც მასწავლებლებს მიეცათ საშუალება, თუ მათ კვალიფიკაცია დადასტურებული არ ჰქონდათ, გასულიყვნენ სისტემიდან. და ამისათვის მახსოვს ძალიან ხანგრძლივად ვემზადებოდით, რომ დეფიციტი არ გაჩენილიყო სისტემაში. ამ პერიოდში 9000 პენსიონერმა მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ მიიღო ეს ჯილდო მასწავლებლის და გასულიყო პროფესიიდან. სამაგიეროდ ჩვენ ხოდა ალტერნატივები, მათ შორის ეს იყო 300 კრედიტიანი პროგრამები უკვე ამუშავებული იყო უნივერსიტეტებში. ამავდროულად 60 კრედიტიანი პროგრამები ფაქტობრივად 9 სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა, სწორად მახსოვს და ასევე აქ იყო მაძიებლობის პროგრამა, ახსენა ასევე მარიმ, რომელიც ასევე აძლევდა შესაძლებლობას, თუ კი რეგიონში თქვა და არ გამოცხადდებოდა ვაკანსიის გამოცხადების შედეგად ვერ აიყვანეს შესაბამის კადრს, შეეძლოთ საგნობრივი მიმართულებით ბაკალავრი აეყვანათ, რომელიც შემდგომ ჩაერთოვებოდა ონლაინ მაძიებლობის პროგრამაში. და ასევე იყო ესეთი საინტერესო პროგრამა, ასწავლე საქართველოსთვის, რაც გულისხმობდა, თუ კი სკოლას ჰქონდა დეფიციტი, ის სკოლა ვერ იყვანდა კადრს, მასწავლებლის განვითარების ცენტრი, უკვე დამოვიწყდა საკუთარი ცენტრის სახელწოდება. მასწავლებლის სახლი მოკლედ ქირაობდა მასწავლებლებს და დამატებითი ბენეფიტები, ფინანსური ბენეფიტებით და გადამზადებით ამ მასწავლებლებს უშვებდა რეგიონებში. ასევე დაშვება გავაკეთეთ და კანონში შევიტანეთ ცვლილება, რომ ონლაინ სწავლების საშუალება ჰქონოდა, თუ კი პროფესიონალი ადგილზე არ ჩადიოდა და შესაბამისად შეიძლება ინგლისურის საგანს ასწავლიდა მასწავლებელი თბილისიდან ერთდროულად აჭარის მაღალმთიან სოფელში, თუშეთში და ასე შემდეგ. ანუ მრავალი სხვადასხვა ალტერნატივა არის ამისათვის საჭირო, ამისათვის არ ხდება ესეთი ერთი დღეს მიღებული გადაწყვეტილებებით და როდესაც დეფიციტი შეგექმნება, მე არ უნდა დაიწყო ამ დეფიციტზე ზრუნვა და მისაღებაზე ზრუნვა, ხო? პროგრამების დახურვა და პროგრამებზე კვოტების შემცირება და მთლიანობაში განათლების მიმართულების გამოშიგნა სერიოზულ პრობლემას უხდის მთელ საქართველოს, რადგან ჩვენ ყავს 600,000-მდე მოსწავლე და შესაბამისად თითოეულ მათგანს შეეხება ეს პრობლემა. სრულედ
დიდი მადლობა ანანას საღმრისეული მიმოხილვისთვის. ერთადერთი რაც მინდა დავამატო არის ის რომ ამ შაბათს და კვირას ეს ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება სამეცნიერო ფესტივალი ვიქნება ღიაკარის დღე სადაც ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად იმისა არის სტუდენტი არის პროფესორი არის დაინტერესებული განათლებით თუ არ არის ნებისმიერ ადამიანს ვისაც დაინტერესებს რას აკეთებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუძლია მივიდეს იქ 3 საათიდან ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსში და იქ დაათვალიერებინებენ ამ უნივერსიტეტის მიღწევებს და საქმიანობას. იქ აჩვენებენ რას იკვლევენ, რას ასწავლიან, რა გამოსცეს, რა პროგრამები არსებობს ამ უნივერსიტეტში, რა არის ამ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, გაუმცემლობა და სხვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, ასე ვთქვათ. და გირჩევთ რომ თქვენც მივხვიდეთ ყველა და დაპატიჟოთ კიდევ ადამიანები, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება, მით უფრო კარგად გვეცოდინება სინამდვილეში რა არის ეს უნივერსიტეტი, რომელსაც ასე ეკუთვნის სახელმწიფო. ასევე კარგი იქნება რომ ბევრი ხალხი მივიდეს იმისთვის რომ საზოგადოებამ დაინახოს. ამდენ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების საზოგადოებისთვის, ეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა გამოჩნდეს და შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება ცხადია გააგრძელოს ამ საზოგადოებამ ურთიერთობა ამ უნივერსიტეტთან წლების განმავლობაში. ეს არ იქნება ერთიანი შეხვედრა. ცხადია ილიას უნივერსიტეტი. კიდევ ერთხელ შაბათს ან კვირას შეგიძლიათ 3 საათიდან მიხვიდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს იმისთვის რომ გაიცნოთ ეს უნივერსიტეტი და გაატაროთ სასიამოვნო დღე. იმითი რომ გაიგოთ საერთოდ რა ხდება ამ ქვეყანაში მეცნიერების და განათლების თვალსაზრისით. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, შემდეგ სამშაბათს.